გიორგი ახობაძე, როგორც ველოდით, ძალიან ვრცელი საბოლოო სიტყვით წარდგა სასამართლოს წინაშე. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, კიდევ ერთხელ ამხილა საგამოძიებო ორგანო, რომ მას ნარკოტიკული საშუალება საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებმა ჩაუდეს. გიორგის მიერ კიდევ ერთხელ მიმოხილული არგუმენტებით და ფაქტობრივი გარემოებებით ნამდვილად დადასტურდა ის, რომ ბრალდების მხარეს არანაირი ურთიერთშეთანხმებული და უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ აქვს სასამართლოში წარმოდგენილი გიორგი ახობაძის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, ის, რაზეც გიორგი ყურადღებას ამახვილებდა, მათ შორის გიორგიმ წარმოთქვა პირველ პროცესზე, აღკვეთის ღონისძიების შერჩევის ეტაპზე, იგი თავდაპირველი ეტაპიდანვე, იმ წამიდან, როცა გიორგი ახობაძეს ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, უნდობლობას უცხადებდა საგამოძიებო ორგანოს თითოეულ წარმომადგენელს და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, აღკვეთის ღონისძიების პროცესზე გიორგიმ შესთავაზა ბრალდების მხარესაც და სასამართლოსაც, რომ იგი თანახმა იყო ამ პირობებში, საჯაროობის პირობებში ჩაეტარებინა მას შემოწმება ნარკოტიკულ საშუალებას და დადასტურდებოდა, რომ იგი არის სრულიად სუფთა, რაც დღეს დაძინა და კიდევ ერთხელ განმარტა. ხაზგასმით აღვნიშნავ, ალტერნატივა არ აქვს გამომართლებელი განაჩენს საქმის ობიექტურად განხილვის პირობებში.